გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. ცოდნის მოყვარე პოდკასტის მეორე ვიდეოების სერია, რომელსაც დავარქვი ფიქრის დრო, სადაც ჩვენ სხვადასხვა წიგნებიდან გავშლით სხვადასხვა ძალიან საინტერესო თემებს, გავიაზრებთ მათ და ვეცდებით სხვა თვალით დავინახოთ ეს კონკრეტული მოცემულობები. ამ შემთხვევაში ჩვენი განხილვის საგანი არის წიგნი სახელწოდებით How to Attract Money, ანუ როგორ მოვიზიდოთ ფული, რომელიც ეკუთვნის ჯოზეფ მერფის. ის იყო ირლანდიელი ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, სულიერი მასწავლებელი, რომელიც ცნობილია თავისი ნამუშევრებით ქვეცნობიერის ძალის შესახებ. დღეს ჩვენ წიგნის რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს მიმოვიხილოთ და გავშლით, ხოლო სრულად ამ წიგნის მიმოხილვა იქნება წიგნის კლუბში, რომელიც თქვენ უკვე იცით და თუ არ იცით, ცოდნის მოყვარე პოდკასტის ცოდნის მოყვარულთა კლუბის ახალი პროექტია წიგნის კლუბი, სადაც ჩვენ ახლა როგორც გავშლით, ამაზე კიდევ უფრო ჩაშლით სხვადასხვა ტექნიკებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დავალებებით გავიაზრებთ სხვადასხვა მოცემულობებს. ხშირად მეკითხებით ხოლმე, რომ გამიზიარეთ წიგნი, რომელიც პიროვნულ განვითარებაში დამეხმარება, გამიზიარეთ წიგნი, რომელიც ამაში დამეხმარება. რეალურად ცოდნის კლუბის წიგნის კლუბი შეიქმნა ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, იმისთვის რომ შემომიერთდეთ წიგნის კლუბში. ლინკი იქნება აღწერაში. გადადით ამ ლინკზე, დარეგისტრირდით, გაიცანით დეტალებს და გელოდებით დიდი სიამოვნებით მიგიღებთ. რაც შეეხება უშუალოდ წიგნს, ჩემთვის პირადად ამ წიგნში ისეთნაირად არის განხილული ფული, რომ სულ სხვა თვალით დამანახა ფულის მნიშვნელობა საერთოდ ჩემს ცხოვრებაში. და ისეთი აღმოჩენები გავაკეთე, რომელსაც არ ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეგ რაღაც დაჯერებები, ესე ვთქვათ, რა დაჯერებებს გულისხმობ, ამას ძალიან მალე გავიგებთ, ჩემში საერთოდ არსებობდა. და მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანში ეს არსებობს, ისე რომ ამას საერთოდ ვერ ხვდება. ხო და მე რა თქმა უნდა განვიხილავ რამოდენიმე ამუნარიც და ჩავშლით თქვენთან ერთად. პირველი ერთ-ერთი მიზეზი ფულისადმი არასწორი დამოკიდებულებაა, უფრო ზუსტად კი მისი ფარული ან აშკარა ზიზღი. ბევრი ადამიანი ფულს ზიზღის მომგვრელ ლითონად თვლის და ან დარწმუნებულია, რომ ყველა ბოროტების სათავე ფულის მოყვარეობაა. ხანდახან ქვეცნობიერში ჩდება ფიქრები, რომ სიღარიბე მაინც არის სათნოება. ეს ფიქრები კი დაბრკოლებად იქცევა აყვავებისკენ მიმავალ გზაზე. ასეთი არასწორი განწყობა ადამიანებს შეიძლება ბავშვობიდან მოახვიონ თავს. იგი შეიძლება ეფუძნებოდეს ცრურწმენებს ან წმინდა წერილის არასწორ გაგებას. აქ საინტერესო დამეთანხმეთ, რომ საინტერესო რაღაც გააჟღერა, ძალიან საინტერესო მიგნება გააკეთა ავტორმა. ჩვენ ადამიანებს ფულისადმი გვაქვს რაღაცა შინაგანი კონფლიქტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პირდაპირ ზიზღით ფულისადმი, ან ქვეცნობიერად იყოს ეს დალექილი ისეთ დონეზე, რომ საერთოდ ვერც ვიგებდეთ, მოკლედ რატო გვაქვს ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება ხშირად არ არის გააზრებული დამეთანხმეთ, იმიტომ რომ ეხლა თქვენ უყურებთ და ფიქრობთ ალბათ, რომ რანაირად შეიძლება ფული მეზიზღებოდეს, ფული კარგია, ფული მინდა და ასე შემდეგ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი იმდენად ღრმად ქვეცნობიერად არის ჩადებული ჩვენში, რომ ეს საერთოდ ვერც ვიაზრებთ. და ზუსტად ეს ჩვენში ქვეცნობიერად ჩადებული დაჯერება უკვე ახლა ამ ეტაპზე, როცა ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ფული კარგია, მაგრამ ფული არ არის, ხო? გვიხმნის შეზღუდებს. ეს რა თქმა უნდა უფლობა უკვე აისახება თვითშეფასებაზე, აისახება ცხოვრების ხარისხზე, აისახება ბედნიერების დონეზე და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანაში არის საკმაო პრობლემა, ხო, სამწუხაროდ. და გაიხსენეთ ბავშვობიდან გესმოდათ თუ არა ესეთი ფრაზები, რომ ფულზე ლაპარაკი ცუდია, მდიდრები ეგოისტები არიან, მთავარია სულიერი ფასეულობები და აი ეს ცნობიერება და ეს დაჯერება ფულზე სადღაც ფულს უყურავთ რაღაცა ის შერცხვენილ ობიექტად, ხო, რომ აი ფული ხელის ჭუჭყია მაგალითად. გაგიგიათ ალბათ ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად გამიგია.
ეს დამოკიდებულება, როგორც თქვი, უკვე ბავშვობიდან იღებს სათავეს, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, თქვენ შემთხვევაში, ვინც ჩემი ასაკის ადამიანი ხართ, და კიდევ უფრო ღმათ რო ჩავიდეთ, შეიძლება მივადგეთ, არ ვიცი, რელიგიას, შეიძლება მივადგეთ ეკლესიას და ასე შემდეგ. აქ მე არ შევეხები არც რელიგიას, არც ეკლესიას, უბრალოდ ყველანი ჩვენთვის დავფიქრდეთ მოკლედ ამ საკითხზე, რამდენად ეს ავთენტურია, რასაც ეხა მე ვიძახი და რამდენად რეზონირდება თქვენთვის. და მე მგონი დროა რაღაცნაირად გადავხედოთ ფულისადმი დამოკიდებულებას, როგორც მე გადავხედა, იმიტომ რომ გულწრფელად გეტყვით რაღაცა პოდკასტის დასთან ერთად, რა თქმა უნდა გამოჩნდნენ სპონსორები, გამოჩნდნენ პარტნიორობის სურველი ადამიანები და ფულის თემა ჩემთან ძალიან ახლოს შემოვიდა მოკლედ და დავფიქრდი რომ რატომ აქვს ესეთი დამოკიდებულება როგორც მაქვს და დრო ხომ არ არის რომ შევცვალო ამ ყველაფერზე დამოკიდებულება და ცნობიერების არაღრმა დონეზე ვერც კი ვიაზრებ ხო რატო შეიძლება ფულთან ცუდი დამოკიდებულება მქონდეს მაგრამ გავიხსენოთ რომ ქვეცნობიერი ეს არის ჩვენი გონების 95%-ი ამბობენ მაგრამ 90 ვთქვა 50 ვთქვათ და ის დაჯერებები რომელიც ჩვენს ქვეცნობიერში სადღაც ოდესღაც ჩაილეკა ჩვენს საქციელზე ჩვენს ენერგეტიკაზე პირდაპირ აისახება და ამას ცოტა ხანში გავშლი და მოდი დავსვათ კითხვა პირველ რიგში როგორც მე დავუსვი საკუთარ თავს რომ ვისია ეს ხმა ჩემში რომელიც მარწმუნებს რომ ფული ცუდია რომ ფული ხელის ჭუჭყია რომ ფული ბინძური საქმეა. შემდეგი ამონარიდი, რომელსაც წაგიკითხავთ, არის ასეთი. დაუყოვნებლივ მოიშორეთ ყველა ცრუწმენა ფულთან დაკავშირებით, ნურასოდეს მოეკიდებით მას, როგორც რაღაც ჭუჭყიანს და ცუდს. სიმდიდრისადმი ასეთი მიდგომა გამოიწვევს იმას, რომ ის უბრალოდ აორთქლდება და გაქრება, რადგან ჩვენ მარადიულად ვკარგავთ იმას, რასაც კიცხავთ და გვეზიზღება. აქ საინტერესო იქნება ცრუწმენების რამოდენიმე მაგალითი ჩამოვთვალოთ. ერთი რაც ვთქვით, რომ ფული ხელის ჭუჭყია, მდიდარი ადამიანები რაღაც უღირსები არიან, რომ პატიოსანი შრომით ფულს ვერ იშოვი, რომ ფული ბინძურია, ფული მხოლოდ ძალაუფლებისთვის არის, ფულს უბედურება მოაქვს და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე ერთხელ მაინც გექნებათ ოდესმე გაგებული. ფულის მიმართ ზიზღე არის ემოციური ბლოკი, რომელიც ქმნის შეუთავსებლობას შენს და სიმდიდრეს შორის. და ციტატაში ნათქვამია, რომ კარგავთ იმას, რასაც ვკიცხავთ და გვეზიზღება. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც გულწრფელად ვერ ვიღებთ და ვიწუნებთ, მას ვერასდროს ვერ შევინარჩუნებთ. ეს არა მარტო ფულს ეხება, ხო, ეხლა რომ დავფიქრდეთ, ეხება, არ ვიცი, სიყვარულს, ეხება პატივს, ეხება ჯანმრთელობას, ეხება ბევრ ფასეულობას. ფული როგორც ენერგია მინდა რომ განვიხილოთ, ფული რა თქმა უნდა არ არის ჭუჭყიანი. ფული ოდითგანვე ხო, ეხლა ფულს მიეცა სხვადასხვა ეპოქებში ფული როგორც ასეთი იყო სხვადასხვა სახის, ხო? იყო გაცვლითი საშუალება, ხო? ყიდვა გაყიდვის, არ ვიცი, ოდითგანვე თუ ფული როგორც კუპიურა, როგორც ლითონი არ არსებობდა, მაშინ იყო ესეთი რაღაც, რომ ადამიანები მაგალითად საქონელს უცვლიდნენ ერთმანეთს, ქონებას უცვლიდნენ ერთმანეთს და ეს იყო მიმოცვლის საშუალება, ეს იყო ენერგია, რომელიც შემდეგ უკვე გადაიზარდა კუპიურაში და გადაიზარდა ლითონში. თავისთავად ენერგეტიკულად, როგორც ამბობენ, ფული ნეიტრალური ენერგიაა აბსოლუტურად. ფული ენერგიას იძენს მას შემდეგ, რაც ჩვენ მივანეჭებთ ამ ფულს გარკვეულ ფასეულობას დამნაშავეს ამ მტერს, ჩვენი ქვეცნობიერი იწყებს მისგან თავის დაღწევას. და გახსოვდეთ კიდევ ერთხელ, ყველა მომენტში გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არ არის ჩვენ ამას ცნობიერად აღვიქვავდეთ. ანუ თქვენ სიტყვებით ახლა შეიძლება გამოთქვათ, რომ ფული კარგია, ფული რატოა ცუდი, მაგრამ ქვეცნობიერი და ენერგეტიკული ბლოკი კიდევ უფრო სხვა რამეა, კიდევ უფრო ღრმაა და ისეთ შრეებზე მუშაობს, რომელსაც ცნობიერება ნაკლებად ეხება. არსებობს ეგეთი ნევროლინგვისტიკური პროგრამა
NLP-ს რო ეძახიან და ქვეცნობიერი გონების თეორიები არსებობს, რომელიც ხას უსვამს, რომ ტვინი მუშაობს თანხმედრაზე. თუ ფულთან იდენტიფიკაციაში გვაქვს ნეგატიური მნიშვნელობა, ტვინი მას გაურბის. მაგალითად, არ ვიღებთ უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურს, ვერ ვითხოვთ ხელფასის გაზრდას, ზედმეტ ხარჯავთ. ენერგეტიკულად რასაც ვაგზავნით ჩვენი ფიქრით, ასე ვთქვათ, სამყაროში, იმას ვიღებთ უკან. თუ ჩვენ გავაგზავნით ესეთ ფიქრებში, ვიქნებით, რომ ფული არის ცუდი, ფული არის ბინძური და ასე შემდეგ, რეალურად ვუკვეთავთ ამის არარსებობას. შემდეგი ამონარიდი არის ასეთი. თუ თვლით, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მაღლა დგას, მაშინ მალე ცხოვრებაში მატერიალური მხარე გახდება უპირატესი და წონასწორობა დაირღვევა. ისწავლეთ თქვენი სურვილების ძალის ბრძნულად გამოყენება. ერთნი მიისწრაფიან ძალაუფლებისკენ, მეორენი სიმდიდრისკენ. ბევრი ადამიანი უბრალოდ შეპყრობილი ხდება ხოლმე, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს. მინდა ზღაპრულად მდიდარი გავხდე და ამის გამო ყველაფერს გავაკეთე. ამბობენ ერთნი, ავიწყდებათ რა, რომ უზარმაზარი ქონება არ მოიტანს არც ბედნიერებას, არც სიხარულს, თუ ცხოვრებაში არ არის სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია. ეს რო ჩავშალოთ, ჩვენ გვახსენდება ძალიან ბევრი მაგალითი, ყოველ დღეში დარწმუნებული ვარ გაგვახსენდებათ ბევრი მაგალითი, როდესაც ადამიანებს აქვს ძალიან ბევრი ფული, მაგრამ სხვადასხვა დაავადებებით იღუპებიან, ხო? და ვერანაირი მედიცინა მათ გადარჩენაზე ვერ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფული აქვს იმისთვის, რომ დახარჯონ და სიცოცხლე შეინარჩუნონ. როდესაც ფული ჩვენს ცხოვრებაში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ქმნის ცხოვრების დისბალანსს. ფული ხდება მიზანი და არა ინსტრუმენტი. დანარჩენი ფასეულობები, როგორიც არის, არ ვიცი, ურთიერთობების სიყვარული, ჯანმრთელობა. აქ შევეხოთ, მოდით, სურვილების ძალის სწორ გამოყენებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ამბობს. ფუნქციურად სურვილი არის მამოძრავებელი ენერგია, მაგრამ სურვილი შეიძლება იყოს mbრძანებელიც და შეიძლება იყოს მსახურიც. როცა ჩვენ ვართ სურვილის მსახურები, ვცხოვრობთ აკვიატებებით, რომ აი მეტი მინდა, მეტი ფული მინდა, მეტი მანქანა მინდა, მეტი სახლი მინდა, მეტი არ ვიცი, რაღაც მინდა, იახტა მინდა, მეტი ხეები მინდა და ასე შემდეგ, ხო? როცა ჩვენ მართავთ სურვილს, რა ხდება ამ შემთხვევაში? ხედავთ, საით მივყავართ მას და ვირჩევთ, საით გვინდა რომ წაგვიყვანოს. თუ არ მოგწონს, საით მივყავართ ამ სურვილს, მაშინ ვეუბნებით ამ სურვილს არა, ხო? ამას გავს ბუდისტური გაგება არსებობს ესეთი მუხტის და მოტივაციის განსხვავება არსებობს. მოტივაცია მოდის შინაგანი ხედვიდან, ხოლო მუხტი ხშირად მომენტალურ სურვილებზე არის რეაგირება. შემდეგი ამონარიდი გვაქვს ესეთი. ფული ღვთაებრივი სიუხვის, ჰარმონიის, სილამაზის სიმბოლოა. იგი შეიძლება იქცეს უხვი კურთხევის წყაროდ, თუ მას გამოვიყენებთ ბრძნულად და კეთილი მიზნებისთვის. ფული ასევე არის ერის ეკონომიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელი. თავად დაფიქრდით, თუ სისხლი თავისუფლად ცირკულირებს ვენებში, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი ხართ და თუ თქვენს ცხოვრებაში თავისუფლად ბრუნავს ფული, თქვენ ეკონომიკურად ჯანმრთელი ხართ. მოდით განვიხილოთ მისი ნათქვამი, სადაც ამბობს, რომ ბრძნულად და კეთილი მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს ჩვენი ფული. ჩემი აზრით, ფული უნდა გახდეს, როგორც უკვე აღნიშნე, ინსტრუმენტი და ინსტრუმენტი რისთვის? შემოქმედებისთვის, სიკეთისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა და ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პარალელი გავლა, სადაც ამბობს, რომ ფული როგორც სისხლი ცირკულაციის სიმბოლოა. ყველაზე ძვირფასი რეალურად ამ ამონარიდში არის, თუ სისხლი თავისუფლად ცირკულირებს ვენებში, ფიზიკურად ჯანმრთელი ხართ და თუ თქვენ ცხოვრებაში თავისუფლად ბრუნავს ფული, თქვენ ეკონომიკურად ჯანმრთელი ხართ. ანუ აქ მივდივართ ისევ იმაზე, რომ ფული არის ენერგიის ნაკადი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გარშემო იცით ადამიანები, ვისაც ბევრი ფული აქვს და ან გაგიგიათ, რა ვიცი, არა ქართველები, უცხოელები, რომლებსაც აქვს ბევრი ფული, მაგრამ ეშინიათ
აი ესეთი ისტერიული შიში აქვთ იმისი, რომ ფულს დაკარგავენ. ძალიან ბევრი ფული აქვთ, მაგრამ მაინც ეშინიათ, რომ ბევრ ფულს დაკარგავენ და ამ ადამიანებს და ეს მოიცავს შიში და შიში ცხოვრება, მე მგონი ძალიან საშინელი რამე არის. როდესაც შიში ცხოვრობ, ხო, ერთი იმ შიში, რომ ფული არ გაქვს და როგორ გადარჩე, ან ბევრი ფული გაქვს და ამ ფულს ესე ვთქვათ, ინახავ და აჯდები, ჟარგონს გამოვიყენებ. ამ შემთხვევაში რეალურად კარგავთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ იდეებს, ახალ კავშირებს, ყველაფერს კარგავთ. და ჩვენ შეგვიძლია ესე აღვიქვათ, რომ სუნთქვასავით არის ფულის მიმოსვლა, ხო? სუნთქავთ, ვიღებთ შემოსავალს, ამოვისუნთქავთ, ვაძლევთ. ვიღებთ, ვაძლევთ. მოკლედ გაცემა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის და რეალურად ეს ქმნის ჯამრთელ ენერგეტიკულ მოცემულობას ადამიანისთვის, ჩემი აზრით. შემდეგი ამონარიდი, რომელსაც წაგიკითხავთ, არის ასეთი ფრაზა ამოყვანილი ყავს ტრუვორდის წერალს, ადგილად დაინახავთ რა მიზანს, რომლისკენაც მიისწრაფვით, უკვე აღმოჩნდებით ნახევარგზაზე მისი განხორციელების. აქ მოდით ჩავშალოთ, ძალიან საინტერესოა. ანუ ხედვა გავუტოლოთ მოქმედების დასაწყისს. ის გაცნობიერება იწვევს გონებრივი კონცენტრაციის ამაღლებას, ხო? ანუ მე მაქვს მიზანი, მაგალითად ვიცი, რომ არ ვიცი, მე დავისახავ მიზნად, რომ ამ კონკრეტული სერიისთვის მყავდეს სპონსორი. და აქ წიგნის გამომცემლებს ისევ და ისევ ვიწვევ, რომ გახდნენ ჩემი სპონსორები და შემოვიდნენ ამ არაჩვეულებრივ საქმეში, იმიტომ რომ ადამიანებს აინტერესებს წიგნები, აინტერესებს ასეთი განხილვები და მოკლედ გელოდებით. ხო, დავუბრუნდეთ თემას. დავინდეს ახავ ამ მიზანს და ჩემი კონცენტრაცია უკვე მიმართულია იმისკენ, რომ მე ამ ეპიზოდზე, ამ ვიდეოების სერიაზე უნდა მყავდეს სპონსორი. და შესაბამისად, ეს ხედვა, რომ მე უნდა მყავდეს სპონსორი და უკვე შექმნის მიმართულებას. ანუ მე მიბიძგებს, რომ ამისკენ რაღაც გავაკეთო და როგორ უნდა გავაკეთო, ხო? აი ეს ხედვა, რო ქმნის მიმართულებას, ხედვის დანახვა, მკაფიო დანახვა, წარმოდგენა, როგორ უნდა შექმნა ჩემი ხედვები, მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს აკლია. მეც მაკლია, არ გეგონოთ რომ მე არ მაკლია, უბრალოდ არსებობს რაღაც სხვადასხვა ტექნიკები ამის გასავითარებლად და აი ამ ტექნიკებზე მსგავს რაღაცებზე მოკლედ ვისაუბრებთ ხოლმე წიგნის კლუბში. როდესაც ხედვა არის ცხადი, ქვეცნობიერი იწყებს უკვე მოქმედებას იმ მიმართულებით. და ამის გასაგებად მე გეტყვით რომ არსებობს ჩვენს ტვინში გვაქვს ბადისებრი გააქტიურების სისტემა. ანუ ტვინის სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ ცნობიერებას, გაღვიძებას, ყურადღებას და გარესამყაროსთან მზაობას. ბადისებრი სისტემა მდებარეობს ტვინის ღეროში და უკავშირდება როგორც ზემოთ თალამუსს და კორტექსს, ისევე ქვევით ზურგის ტვინს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა არის ჩვენთვის და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ მიზნებს კონკრეტულად ჩამოვწერთ, ყოველდღე დავაკვირდებით. და ეს ჩვენი ნაწილი, ტვინის ნაწილი ეხმარება ტვინს ყურადღება მიაქციოს შესაძლებლობებს ამ მიზნის შესასრულებლად. შესაბამისად, რატო არის მნიშვნელოვანი ხედვა, ცხადი ხედვა ამ ყველაფრის, ანუ ტვინი იწყებს ინფორმაციის გაფილტრას, რომელიც მიზანთან არის კავშირში. ჩვენ ადამიანები ვიძენთ мотиваციას და შინაგანი რაღაც სიცხადე გვაქვს და თითქოს გარეთაც შანსები სხვანაირად ლაგდება და სხვანაირად გამოჩნდება ხოლმე. იოგაში და მედიტაციაში არსებობს ესეთი ხედვა, დარშანა ქვია, არის სულიერი მიზნის წინასწარი შეგრძნობა, რომლის გზას ხსნის. მეტაფიზიკაშიც არის, როდესაც მიზანი ჩნდება ცნობიერად, სამყაროს ენერგია ეწყობა ამ მიზნისკენ, ამიტომ ცხადად დანახვა რა გვინდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ მე მინდა 1 მილიონი ლარი კი არა დანახვა. 1 მილიონი ლარი რო გინდა, კარგია, მაგარია, მაგრამ როგორ მიდიხარ 1 მილიონ ლარამდე აი ამის დანახვა,
ეს არის უკვე სიცხადის შემოტანა ცნობიერში, ვააქტიურებთ ჩვენი ტვინის იმ ნაწილს და მე უკვე ასე ვთქვათ მეტაფიზიკურათაც გვეძლევა შანსები. შემდეგი ამუნარიდი ძალიან ხშირად მისვამენ შემდეგ კითხვას. რა უნდა გავაკეთო მას შემდეგ, რაც დავიჯერე ოცნების რეალობა და გონებაში წარმოვიდგინე, რომ ის განხორციელდა? და ავტორი პასუხობს, რომ პასუხი მარტივია. მიზნის გაცნობიერების მომენტიდან ყველა თქვენი საქციელი ქმეცნობიერად იქნება მიმართული მის მიღწევაზე. ასეთია გონების და ცხოვრების კანონები, რომლებიც გულისხმობენ რეაქციას, პასუხს ნებისმიერ თქვენ ქმედებაზე, შინაგან გრძნობებზე და წამსებზე. პრინციპში ამისი ახსნა უკვე ჩვენ გავაკეთეთ, უბრალოდ რაღაცნაირი გაგრძელება იყო თავისი წერლის პასუხით და შემდეგი ამუნარიდი ასეთია. ყველა გარეგნული წაქეზებები და საქციელები ჩნდებიან მხოლოდ გონების ფარული მოძრაობების შედეგად. ამიტომ ყველა გადაწყვეტილება იწყება მათი შინაგანი მიღებით, ხოლო ყველა ჩვენი ქმედება იმ გეგმის შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც უნდა შევასრულოთ. მთავარი აზრი, ჩემი აზრით არის ყველა გარეგნული წაქეზებები და საქციელები ჩნდებიან მხოლოდ გონების ფარული მოძრაობების შედეგად. ფარული გონებაა და ფარული მოქმედებები განვიხილოთ. რაც დღეს ჩვენ ქმედებებად გვეჩვენება, ანუ რაღაცა, რასაც ვაკეთებთ, ხო? მაგალითად, ვაკეთებ ამ ეპიზოდს, გავაკეთებ პოდკასტი, წიგნის კლუბი. რეალობაში რა მოხდა, რომ სიტყვა სადღაც ფიქრი, რომელიც ჩვენ არც კი გვახსოვს, ვერც კი დავიჭირეთ, ხო? არ მიგვიქცევია ყურადღება, უბრალოდ რაღაც გაფიქრება მოვიდა. განცდა იყო შემდეგ, რომელიც შეიძლება გაცნობიერებულიც არ გვაქვს, საერთოდ ვერ მივაქციეთ მაგ ყველაფერს ყურადღება, უბრალოდ ამ განცდამ ჩაიარა და რწმენა, რომელიც თითქოს პატარა რაღაც არსად არ არის, ბჟუტავს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შემთხვევითი არ არის არც ჩემი ქმედებები, არც თქვენი ქმედებები, რეალურად ყველაფერი არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილი, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის აღსრულება უკვე ქმედებაში და რეალობაში და აწმყოდოში აქ და ახლა. შინაგანი მიღებაზე მინდა რომ ყურადღება გამოვახვილო, ის გვეუბნება, რომ ყველა გადაწყვეტილება იწყება მათი შინაგანი მიღებით. შეიძლება ჩვენ გვეჩვენებას ეს, რომ გადაწყვეტილებებს გარე ფაქტორები განაპირობებს, მაგალითად სიტუაცია, მაგალითად ადამიანი, მაგალითად ფული, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილება არ მიიღება გარეგანი მოცემულობებიდან, სინამდვილეში სანამ ჩვენ შიგნიდან არ ვიტყვით დიახ, მე გავაკეთებ წიგნის კლუბს, დიახ, მე გავაკეთებ ცოდნის მოყვარულთა კლუბს და ეს არის შინაგანი ნებართვა. ანუ ჩვენ თავს უნდა მივცეთ იმის ნებართვა, რომ რაღაცას უთხრათ კი. ოღონდ ეს კიდევ ერთხელ ეს არ არის ცნობიერის დონეზე ბოლომდე. ეს ქვეცნობიერად რაღაცნაირად აი კი ყველა უჯრედით უნდა გააზრებულად ამბობდი ამ კის, სხვანაირად არ გამოვა, სხვანაირად იტყვი კის, იმიტომ რომ შეიძლება ისევ და ისევ გეგონოს, რომ აი ვიღაცის გამოამბობ კის. შეიძლება გეგონოს, რომ შენი გადაწყვეტილი კი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღაცისთვის ამბობ კის. ანუ ის შინაგანი ნებართვა, შინაგანი მზაობა და რეაგირება იმაზე, რაც შენ შიგნით ხდება, ხო? და იდეაში ფროიდიც ამას ამბობდა, რომ ქცევების საფუძველი ის სურვილებია, რომლებსაც ხშირად თვითონაც ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ მოქმედებთ წარსულზე, რწმენებზე და შიშებზე დაყრდნობით. კარლ იუნგის ამბობდა ამას, საინტერესო რაღაც თქვა, რომ ის, რასაც ჩვენ არ ვაცნობიერებთ, გვმართავს და ჩვენ მას ბედს ვუწოდებთ. სანამ ჩვენ არ ჩავხედავთ ჩვენ შიგნით, რა სინამდვილეში რა ხდება, რისთვის ვართ მზად, რისთვის არ ვართ მზად, რა გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგამდე ყოველთვის გვეგონება, რომ სამყარო არ გვაძლევს ვიღაცას აძლევს, მე არ მაძლევს, მეც მქონდა ეგეთი დაჯერებები საკუთარ თავთან, რომ ვიღაცას ბევრს აძლევს, ვიღაცა ცოტა შრომობს, მაგრამ აძლევს, მე არ მაძლევს,
გაიხსენეთ ამ სიტყვებში დააპარალელეთ ეხა ის რასაც ამდენი ხანია ვსაუბრობ როგორ აისახება და რატო შეიძლება და მე მაგალითად როგორც მარკეტინგის მენეჯერს არ მქონოდა ძალიან მაღალი შემოსავალი შრომის მიუხედავად. ასევე დააპარალელეთ იმაზე რომ პოდკასტი რომელიც ესეთია ყურებადია საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს რატო არ უნდა ყავდეს თქვა მეტი სპონსორი ხო აი გაავლეთ ჩემს მაგალითზე პარალელები და დაფიქრდით მაგაზე და ჩემს მაგალითზე პარალელებს რა თქმა უნდა უფრო თქვენთვის ხელშესახება იქნება საკუთარ თავზე რომ გადმოიწეროთ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო მიგნებამდე მიხვალთ. Შემდეგი ამონარიდი რომელსაც წავიკითხა ასეთია იმისთვის რომ გახვიდეს სიუხვის მიმავალ გზაზე აუცილებელი არ არის შექმნა დაბრკოლებები სხვების გზაზე გშურდეს მათი ასეთი გამანადგურებელი ფიქრები და განწყობები თქვენ საკუთარ თავს აყენებს სიანს რადგან ფიქრობთ არა კარგზე არამედ სულზე ყველაფერი რასაც ხვევს ვუსურებთ თავად ვიღებთ წერს ყუიმბი ეს ოქროს წესი არის კოსმიური ღვთაებრივი კანონებიდან ერთ-ერთი. შენი განწყობა სხვის მიმართ განსაზღვრავს შენს რეალობას. დავახარისხოთ ეს არაჩვეულებრივი ამონარიდი და სიღრმისეულად გავშალოთ და ამითი დავასრულებ ამ წიგნზე საუბარს და როგორც გითხარით წიგნის უფრო სიღრმისეული გაშლა თავისი დავალებებით და ტექნიკებით წიგნის კლუბში იქნება და შეგიძლიათ იქ შემომიერთდეთ. ფუნდამენტური მესიჯი ამ ამონარიდიდან არის რომ სხვისადმი დამოკიდებულება ქმნის საკუთარ ბედს. და აქვე გვახსოვდეს რა გვითხრა იმისთვის რომ გახვიდეს სიუხვისკენ მიმავალ გზაზე არ არის საჭირო დაბრკოლებების შექმნა სხვის გზაზე ან შური ეს აზრი გვახსენებს რომ ადამიანების წარმატება არ არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი. ანუ ის რომ ვიღაც არის ვიღაცას ბევრი ხელფასი აქვს ის რომ ვიღაც არ ვიცი დააწინაურეს ეს არ ნიშნავს რომ ჩემი წარუმატებლობის მიზეზია ხო? პირიქით ვიღაცის წარმატების აღიარება, მხარდაჭერა, თუნდაც გულით, სიხარულით, ვის გზაზე წარმატების სურვილი რეალურად ხსნის ჩვენს პირად წარმატების გზას, ხო? და ეხლა გავშალოთ ფსიქოლოგიურად და ნეირომეცნიერული ასპექტებით. შური udris დაძაბულობას და დაძაბულობა უძრის დაბრკოლებას. როდესაც ადამიანს სხვისი შურს ქვეცნობიერი ასოცირებს წარმატებას საფრთხესთან. ანუ ვინმე რაღაც უნდა წაართვა, უკვე საფრთხეში ხარ შესაბამისად, რადგან ვიღაცის შურს. სხეული გადადის ავტომატურად სტრესში. და ირღვევა ჰორმონალური ბალანსი. პირიქით რა არის კეთილგანწყობა, ხო? კეთილგანწყობა udris გახსნილობას და udris მიმღებლობას. როდესაც გულით ვუსურვებთ ვიღაცას წარმატებას, გონება იწყებს ფოკუსირებას სიუხვეზე და არა დეფიციტზე. დეფიციტზე გარშემო, ხო? შინაგანი ვიბრაცია, ну ჩვენი ენერგია ემთხვევა სიუხვეს, რაც ქმნის თავისუფალ ცირკულაციას, როგორც წინა ციტატებში განვიხილეთ, სისხლის მიმოქცევა, როგორც დავაპარალელეთ ენერგიის ცირკულაციასთან. და შესაბამისად უკვე მოდის ჩვენთან ის სიუხვე, რაც ჩვენ გვინდა. და ეს აუცილებელია განვიხილოთ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ციტატა იყო, ხო? კუიმბის რომ ყველაფერი, რასაც ხვებს ვუსურვებთ, თავად ვიღებ. შენი აზრის ხვის დამი სინამდვილეში ქმნის შენ რეალობას. და როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი იყოს? ესე აღწერენ ხოლმე, რომ ეს არის სარკის პრინციპი, როდესაც სხვაში ხედავ, ამავდროულად საკუთარ გონებაში აჩენ ბუმერანგის სამყაროს პრინციპი, ალბათ გაგიგიათ, რომ იდეაში არანაირი ენერგია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, არსად არ იკარგება და ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. კარგს გავცემთ კარგი, ცუდს გავცემთ ცუდი და აქ ვინც გაიფიქრებთ ახლა რომ ის ადამიანები რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ და ძალიან ბევრ ცუდს აკეთებენ და ყოველდღიურად ძალიან ცუდ ბევრ ამბებს ვიგებთ რომ იჭერენ სტუდენტებს, გოგონებს და ბიჭებს და უსჯიან
თუნდაც 3 წელს და ეს ყველაფერი არის ძალიან ტკივნეული და გასაბრაზებელი და თან ისინი ვინც ამ ყველაფერს აკეთებენ ის ადამიანები კარგად ცხოვრობენ ერთი რამე გვახსოვდეს რომ ფულში და სიმდიდრეში და სახელში მარტო არ არის კარგად ყოფნა. რასაც გავეცანით ჩვენ უკვე, ასეთი ადამიანების ცხოვრებაში დისბალანსი შემოდის. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფით და ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე ხდება ხოლმე დარტყმა და მის გარშემო ადამიანებზე. ამიტომ არის ფიქრობთ, რომ რამე სამყაროში იკარგება, რასაც გავცემთ. ყველაფერი არის ენერგია, ყველაფერი არის ატომები და პროტონები მათ შორის. მე მათ შორის თქვენს, მათ შორის ეს ოთახი და ეს მცენარეც. ამიტომ არაფერი არც ერთი ენერგია სამყაროში არ იკარგება. ეს არაფერი ღვთიური ამაში არ არის და არაფერი სულიერი ამაში არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკა. ერთი ამონარიდის მინდა რომ განვიხილო და გახსოვდეთ რომ თუ არ დაამარცხებთ თქვენ შიგნით მყოფ ავაზაკებს, ისინი გახსნიან გზას რეალური ქურდებისთვის, რომლებიც შემდეგ ქურდავენ ჩვენ ან ჩვენ სახლს. ავასრულებ ამითი, გიტოვებთ საფიქრავს, რომ ამ ეპიზოდების სერიას ქვია ფიქრის დრო და მნიშვნელოვანია რომ ვიფიქროთ, ჩავუღრმავდეთ იმაზე, რაც ახლა ვისაუბრე. ჩემთვის აღმოჩენა იყო მოკლედ იმისი გააზრება, რა დამოკიდებულება მაქვს ფულთან და როგორ აღვიქვავ მას, მგონია რომ ბევრი ადამიანისთვის თუ კარგად დავფიქრდებით, ისევ და ისევ არ გამოვიდეთ იმ დაჯერებებიდან, რომლებიც გვაქვს ძალიან სიღრმეში ბავშვობიდან მოყოლებული, გავთავისუფლდეთ დაჯერებებისგან და სუფთა ფურცლით შევხედოთ ამ დამოკიდებულებას, დავაკვირდეთ ჩვენ თავს როგორ იქნება. ძალიან მინდა რომ გამიზიაროთ, მიუხედავად იმისა შემომიერთდებით თუ არა ცოდნის კლუბში, კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში როგორია, ფული კარგია ან ცუდია არა. დაფიქრდით ამ გადმოსახედიდან, რაც ახლა განვიხილე მე, ამ გადმოსახედიდან როგორია თქვენთვის ფულთან დამოკიდებულება და გამიზიარეთ თქვენი აზრი და გელოდებით კომენტარებში. ძალიან დიდი მადლობა რომ ფიქრის დრო გაატარეთ ჩემთან ერთად. ეპიზოდის ბოლოს ისევ მოვუხმობ წიგნის გამომცემლებს და თქვენ უკვე იცით რატომ მოვუხმობ მათ. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე, მომავალი საინტერესო წიგნის განხილვამდე.